აი ჩემი შვილები მართლა არ მიყვარს მის დღემში რომ არ მიყვარს მე საკუთარი ვერ ვიტა როცა დედა თავის შვილებს აქებს რა არასდროს მაგრამ აი მართლა რომ ჩემი შვილები ყველას ჯობნიან რა აი არ შეჭამენ და სხვას მისცემენ სულ ვეუბნები ხოლმე შვილო არ გინდა ეგრეთ მეთქი მაგრამ არაო დედაო ესე გვირჩევნია რომ ვიცხოვრო თუ ისეთი ბავშვები არიან აი ისე გავზარდე რომ ერთი არ უთქვამს რომ აი შენ წინ დაჯექი და მე უკანო ისეთი ბავშვები არიან მე თვითონაც ისეთი ბავშვი ვიყავი გაზრდილი სხვანაირად ჩემი მარინე ისეთი კოხტა და ისეთი კარგია კრებაზე რომ დაგვიბარა მასწავლებელმა ეგეთი შვილი რომ აღზარდეო დიდ მადლობას გიხდიო აი ეს ეკნა ზუსტად აი ეს ეკნა შენი შვილის გაზრდისთვისო დიდება უფალსო ეს თირამე მე არ მინახიაო ხო ეგ არ ვიცი ახლა შენას იძახი მაგრამ ჩემი უფროსი ხო ბადროს სპორტსმენი არის ვატარებ მაგ წრეებზე და თურმე 2500 კაცი და მარტო ამან გაიცრულა არც მithkoms არავისთვის დედაო მაგრამ არა იყო ის პირველი ადგილი მედალზე უარი თქვა მასწავლებლები ფეხზე იდგნენ შენი შვილიო შენი მარინეო ფიზკულტურის მასწავლებელი მეუბნება არც ერთხელ არ მოუთხოვია ტუალეტში გასვლაო დანარჩენი ბავშვები ხო ტუალეტში თხოვენ გასვლასო რას უჭერთ ეგეცო რა გენიკა აქვს და რა გენეტიკაო რა მოთმინების უნარიო მეორე ხო ის სამყავს 10 წლის სამყავს დედიკო რომელი დამსხვარი გინდაო არ მინდა მეთქი შვილო ისწავლე გაკვეთილები შევედი გამოვედი და 3 სართულიანი მარწყვის ტორტი არა აქვს ბავშვს გაკეთებული საიდან იცი მეთქი შვილო თურმე კულინარიულზე დადიოდა და სწავლობდა თავისით ვის რა საკვირვებ თათია ვის რა საკვირვებ ჩემმა მარინემ ისეთი სურპრიზი გამიკეტა იმ დღეს დილა გათენ და მე და გოჩა გამოვდივართ რომ უნდა გავამზადოთ საუზმე და რა სამხედავ ქალო ბავშვს აქვს გამზადებული 11 ფირფიტიანი ზანგის ღიმილი სიმართლე ვთქვათ რა ნეტერს ტყულად არაქებდი მაგ შეშვილს რა ბოღლისაგან და იმისაგან რო არის გასიებული და გადასიებული და ისა ჭამს ჩემშვის თვალითა რო გაჩნდა ეს შენი შვილი და რო დავხედე ბავშვს ისეთი მოსიებული ქონდა სახე რაღაც არა და რაღაც სატანისეულად ეგრევე თქვი ეს დედაილა გაიზრდება მეთქი ბოღმით არის და შურით უკვე გასიებული ჯერ არ გამოსულა ჭიპლარი არ გადაგვიჭირია მეთქი ბავშვს და ბოღმა სტენის მეთქი ორგანიზმში მეთქი